კი მივესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ბატონო ამირან, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში და გამონახეთ დრო. თავდაპირველად მინდა დავიწყო თინა ხიდაშელის განცხადებით. თქვენ თავდაცვის სფეროს საკმაოდ კარგად იცნობთ და ბოლო განცხადებები, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აკეთებს, რამდენად საფრთხის შემცველია და როგორი უნდა იყოს, როგორ ფიქრობთ ოფიციალური თბილისის ან ხელისუფლების რეაგირება? სულცირე პოლიტიკური კეკლუცობა, იაფასიანი რაღაც პოპულიზმი, პროვოკაციული ხასიათის განცხადებები და არანაირი რაღაც კონკრეტული ფაქტები. ანუ მითითებულია რაღაც სკოლა და ასე შემდეგ. აი ამ ვითარებაში, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს და არ დაგვავიწყოს რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრია 3 წელი იყო თავდაცვის მინისტრი და მსგავსი რაღაც აქტივობები მისგან არ მოусმენია არავის რომ საჯაროდ გამოსულიყო და ეთქვა რომ აი საქართველოს ირგვლივ ასეთ საფრთხეებია ქვეყნის შიგნით რაღაც სპეცსამსახურები მუშაობენ და ასე შემდეგ მასე ემორჩილებოდა სხვადასხვა სპეციალური დანაყოფები თავდაცვის სამინისტროს დააზვერვა და სხვა მაგრამ არ აქტიურობდა და სწორად არ აქტიურობდა, იმიტომ რომ არის საკითხები, რომლებიც კაბინეტებში წყდება და სხვა სპეციფიკა აქვს გავს საკითხებზე რეაგირებას და თუ ქალბატონ თინას რაიმე ინფორმაციები ჰქონდა, აი მისი წარსულიდან გამომდინარე, ტელევიზიით კი არ უნდა გამოვიდეს და კი არ უნდა ილაპარაკოს. კარგად წერენ პეტიციებს და საჩივრებს ქვეყნის გარეთ, წერილზე აგზავნიან. და დაეწერა ერთი წერილი მიბრძანებულიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და მიეცა მისი ინფორმაციისთვის ოფიციალური ხასიათი. თუმცა ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პირველ რიგში ალბათ უნდა გაესაუბროს ქალბატონ თინას თუ რა ინფორმაციებს ფლობს, იმიტომ რომ მსგავსი ინფორმაციები რა თქმა უნდა ყურადსაღებია. მე კი არ ვაკნინებ ასეთ ინფორმაციებს, უბრალოდ ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი და ფორმა. ხო, ფაქტები და ახლა ასეთ სიტუაციაში, როცა დაძაბულია რეგიონში ვითარება და ხედავთ რაღაც პროვოკაციულ ქმედებებს ჩვენ სამეზობლოში, ხომ და პროვოკაციულ მათ შორის ინფორმაციებს სოციალური ქსელებით კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, ხო, მე ბაქო თბილისი ჯეიხანი და ასე შემდეგ, ხო? ასეთ ვითარებაში ნებისმიერმა მოქალაქემ, არათუ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და პოლიტიკოსმა უნდა მოზომოს საერთოდ პოსტებით, კომენტარებით და ამიტომ ეს რა თქმა უნდა ძალიან უპასუხისმგებლო არის. ნუ პლუს იქ შემდეგ ისაუბრა რომ აი ომი დამთავრდება ძალიან მალე და ტრამპი ყველას მოგკითხავს, ნუ ყველაფერს თილობენ რომ ამერიკასთან ურთიერთობები გაურთულონ ამ ხელისუფლებას და ახლა ეჭვმეპარება რომ იქ რაღაც საფრთხეებზე ნერვიულობს იმასთან დაკავშირებით რომ ტრამპი მერე საქართველოს ხელისუფლებას რამეს მოგკითხავს. ესეც კეკლუცობაა უბრალოდ და მეტი არაფერი. ძალიან კარგად იციან რასაც აკეთებენ და ისიც კარგად იციან რამდენად გული შესტკივათ იმაზე საქართველოს ხელისუფლებას დაეძაბება ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა თუ არა. ზუსტად ეს ხალხი აკეთებს ყველაფერს რომ დაიძაბოს. მაგრამ ნუ ვფიქრობ რომ საპირისპიროდ განვითარდება ყველაფერი საქართველოს ამერიკას შორის. გასაგებია. ბატონო ამირან, დღეს ნახიჩევანში ჩამოვარდა დრონები. ოფიციალური თეირადი უარყოფს აზერბაიჯანზე თავდასხმას, თუმცა აზერბაიჯანი ამას აფასებს როგორც ტერორისტულ აქტს და ახსნა განმარტებებს ელოდება ოფიციალური თეირადისგან. თქვენ მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით ამ მხრივ? ნუ ვიხილეთ ჩვენ მთელი რიგი დიპლომატიური ქმედებები ელჩი იქნა დაბარებული, თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ ირანის საგარეო უწყებამ უარყო ეს ფაქტი, თუმცა სულ ახლახანს გავრცელდა აზერბაიჯანის თვალსაჩინო თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ფლობენ ინფორმაციებს ტექნიკური ხასიათის, რომ ზუსტად ირანის მხრიდან შემოფრინდა 4 უპილოტო საფრენი აპარატი, აქედან ერთი თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნა განადგურებული, ერთი დრონი მოხვდა აეროპორტის შენობას, მეორე
ჩამოვარდა სკოლასთან ახლოს იქვე და ასე შემდეგ. ანუ აზერბაიჯანი საკმაოდ ხის განცხადებებს აკეთებს და პირდაპირ ბრალს დებს ირანის მხარეს და ითხოვენ განმარტებას. ანუ ხას უსვამრობ საკმაოდ ხისტი რეაგირება, ანუ არ არის რაღაც განმუხტვისკენ არ მიდის და ნუ ისაც ესმის ახლა დიპლომატიის ენა ყველა გაიგებს რომ დაძაბულობისკენ მიდის ეს ყველაფერი არა და სულ ახლახანს მაგალითად შარშანცინ ირანი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ. აი ასე სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ვითარება. შეფასებების გაკეთება რთულია, შეიძლება რა თქმა უნდა კონდეს ყველას ჩვენი მოსაზრებები, მაგრამ როგორც წინა კითხვის დროს ვისაუბრეთ, ყველა მოსაზრება სჭირდება ფაქტებით გამყარება. ანუ ყველა ვარაუდის გამოთქმა ასე დროს, როცა საკმაოდ დაძაბულია ვითარება, ვფიქრობ არა კორექტულია. დაველოდოთ როგორ განვითარდება, რას უპასუხებს ირანი და რა ნაბიჯები მოყვება ამ ყველაფერს. მე ერთის თქმა შემიძლია ის რომ რა თქმა უნდა მოიძებნებიან და ალბათ არიან უკვე ძალები, რომლებსაც სურთ ამ კონფლიქტის გაფართოება. ხო, სხვათა შორის, აი წინა კითხვას დაუბრუნდები, ქალბატონი თინა ამბობდა, რომ ძალიან მალე დამთავრდება ეს ომი და ვიცი, ძალიან მალეში რას გულისხმობს ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა შეფასებები ამერიკის თავდაცვის მინისტრის მხრიდან, პრეზიდენტის მხრიდან. საუბარია 100 დღეზე, დღეს მოვისმინე, რომ შესაძლოა სექტემბრამდეც კი გააგრძელოს ტრამპმა ეს ოპერაცია, ასე რომ მალე დამთავრებას არ ველოდები და შესაბამისად კონფლიქტის გაფართოების რისკები ძალიან მაღალია. კი ბატონო. ენერგეტიკული უსაფრთხოების კონტექსტში მაგათად ხშირად იხსენიება ჰორმუზის სრუტე, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საზღვაო მარშრუტი. თუ ეს სრუტე დროებით მაინც დაიბლოკა, როგორ შეიძლება გადანაწილდეს გლობალური ენერგომომარაგება და რამდენად მზად არიან მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები, როგორ ფიქრობთ მსგავსი შოკისთვის? ნუ თუზე აღარ არის საუბარი, ფაქტობრივად დაკეტილია ჰორმუზის სრუტე. ხოლო თქ რაღაც ცალკეულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, როცა ირანი ატარებს ცალკეულ გადამზიდავებს, თუ არ ვთქვი ორი ფაქტი დაფიქსირდა ასეთი. სწორად ბრძანეთ სოფლიო მარაგების, ანუ ნავთობის მოხმარების 20% მიეწოდება ჰორმუზის სრუტის გავლით და არა მხოლოდ ნავთობზეა საუბარი, არამედ გაზზე და სხვა საქონელზე არანაკლებ მნიშვნელოვანზე და ეს არა მხოლოდ ნავთობზე და ენერგეტიკაზე აისახება, არამედ აისახება მთლიანად მოხმარების ბაზარზე. რაც შეეხება ნავთობს, მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს სერიოზული რეზერვე, ალტერნატიული რეზერვები. ახლა ვიცით სად არის ნავთობის საბადოები, აუზები, საიდან შეიძლება დაუშვათ გაიზარდოს მიწოდება. ეს იქნება რუსეთი, აფრიკა, სკანდინავია თუ სხვა, იგივე ამერიკა. ამერიკა თვითონ არის იმპორტიორი, მას არ ყოფნის საკუთარი წარმოება. რუსეთთან დაკავშირებით ვიცით, მაგალითად იგივე ევროკავშირი ჰორმუზის სრუტის მეშვეობით იღებს დაახლოებით 15-18%-ს, ნუ თითქმის მეხუთედს. საიდან უნდა შეავსოს ეს? ჩინეთი, ინდოეთი, ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებლები არიან, იაპონია, სამხრეთ კორეა, სხვა ქვეყნები. იქ არის საშუალებები, რომ საუდის არაბეთმა გაზარდოს მაგალითად მილსადენებით მიწოდება ნავთობის, მაგრამ როგორც მახსოვს, ეს არის დაახლოებით სადღაც 30% შეიძლება იყოს იმ მოცულობის, რაც ჰორმუზის სრუტის გავლით მიეწოდება იგივე ამ ქვეყნის მიერ. ანუ რესურსები საკმაოდ შეზღუდულია, ანუ ესე იგი მოთხოვნა არ შემცირებულა მსოფლიოში პირიქით, როცა საბრძოლო მოქმედებებია ასეთი მასშტაბის, აქეთ უკრაინაში ცალკე დაემატა ძალიან ფართომასშტაბიანი ომი, ახლა ეს არ არის გადაზრდილი
ჯერ იმ მასშტაბებს არ იღებს, რისიც ყველას ეშინია, მაგრამ საკმაოდ სერიოზული ინტენსივობა საბრძოლო მოქმედებების და მოხმარება არის ძალიან დიდი. ანუ მოთხოვნა არ მცირდება, მიწოდების რესურსები კი არის საკმაოდ შეზღუდული. ამიტომ სირთულეები დიდი იქნება. თუმცა არის რაღაც დროის რეზერვი, ანუ ყველა სახელმწიფოს იგივე ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, რომ 3 თვის რეზერვები კონდეთ. საუბრობენ იგივე ჩინეთზე, რომ საკმაოდ დიდი რეზერვები აქვს, თუმცა იქაც შეზღუდული ციფრებია ღია წყაროებში, რასაც პოულობ, ეს არის სადღაც 90-დან 100-ს დღემდე, თუმცა შეიძლება იყოს გაცილებით მეტი. რუსეთისგან მაგალითად იგივე ევროკავშირი ამ სანქციების და ზოგადად ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, ალბათ სერიოზულად ვერ გაზრდის მიწოდებას, თუმცა შეიძლება რაღაც იგივე ტანკერებით მოხდეს ნავთობის მიწოდების გაზრდა, ეხლა ეს მათზეა დამოკიდებული, მაგრამ რეზერვები საკმაოდ ცოტა არის და ის 100 დღე, რასაც ტრამპი აცხადებს ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ფიქრობ ზუსტად ორმოზის სრუტეს და იმ რეზერვებს უკავშირდება. ანუ ამ 3 თვის განმავლობაში სახელმწიფოები ასე თუ ისე შეეძლებენ მდგომარეობიდან გამოსვლას. შემდგომ ნახოთ როგორ განვითარდება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს ეთერში სამხედრო ექსპერტი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე საუბრობდა. მე კი ამით გემშვიდობებით უკვე შაბათი.